19 საათზე დღის მთავარ თემებს ჩემს კოლეგებთან ერთად მე თამთასანიკიძე წარმოგიდგენთ რამდენიმე წუთში თქვენ ნახავთ. ელექტროენერგია ნაგავს აღარ დაწვავს 90 მომხრე და ერთი წინააღმდეგი თინა ხიდაშელის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია. 23 წლის დაზარალებული გოგონა და სამედიცინო დასკვნა პაციენტი ნიუ ჰოსპიტალისა და ამტალ ჰოსპიტალის წინააღმდეგ. ექიმებმა დაუსვეს პერიტონიტის დიაგნოზი და ექსპერტიზის დასკვნა, ორგანოების ექსპერტიზის დასკვნა სულ სხვა შედეგი აჩვენა. მოხალული ფქვილის შაქრით 1 წლის ბავშვის ერთადერთი საკვები შიმშილის გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფი მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. არა მაქვს იმის უფლება, იმის ბრალია, კულები ვერ მიიღო თუ რა, მაგრამ პირველ რიგში ვიცი რომ ეს ბავშვია მისახედია. ნაგვისა და დენის გადასახადი გამიჯნულია 90 მომხრე და ერთი წინააღმდეგი უმრავლესობის წევრის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს. ცოტა ხნის წინ მეორე მოსმენით კენჭი უყარეს საერთო სასამართლოების შესახებ პროექტსაც, თუმცა კენჭის ხრას მწვავე განცხადებები და პოლიტიკური დებატები უძღოდა. საერთო სასამართლოების რეფორმისგან განსხვავებით მშვიდად ჩაიარა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭის ხრამ 123 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი პარლამენტმა პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ახლა პარლამენტსა და მირიან გორგოძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ის ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის. მირიან, პირველ რიგში საერთო სასამართლოების შესახებ პროექტზე ვკითხავ, რა გახდა ხმაურიანი განხილვის მიზეზი? საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს დეპუტატებმა პლენარულ სესიაზე მეორე მოსმენით განიხილეს, ანუ მას შემდეგ რაც უკვე გამოქვეყნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა, სწორედ პრინციპში ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საპარლამენტო უმცირესობა ამ ხნის განმავლობაში აპელირებდა, ისინი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის წარმოადგენდნენ საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც მთავრობამ, ასევე საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნები ამ საკითხთან მიმართებაში. საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით და მათ საკუთარი შენიშვნები და პოზიციები დღეს აქტიურად გამოხატეს სხდომის მიმდინარეობისას. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ კენჭისყრის წინ, კანონპროექტის კენჭისყრის წინ გარკვეული უთანხმოება და ასთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა თავად უმრავლესობის წევრებს შორისაც. ეკა ბესელიამ დააყენა საკითხი, რომ კანონპროექტი განხილული იყო ორი მუხლის გარეშე, ერთ-ერთი მუხლი ეხება 3 წევრის იუსტიციის საბჭოში 3 წევრის არჩევის საკითხს, ანუ მათი თანამდებობრივი უფლებამოსილების შენარჩუნების საკითხს და მეორე მუხლი ეხება იუსტიციის საბჭოს წევრების ხელმეორედ იუსტიციის საბჭოში არჩევის წესს. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოусვინოთ პირდაპირ ეთერში განცხადებებს. თუ არ შესაძლებელი რომ ცალკე უყაროთ ორ მუხს კენჭი, ერთი ეხება 3 მოსამართლის არჩევის საკითხს, რომელსაც თანამდებობრივი უფლებამოსილება უნარჩუნდება და მეორე ის დამატება, რომელიც არსებული საბჭოს წევრებს აძლევს შესაძლებლობას, რომ კენჭი იყარო. მე ვხედავ სერიოზულ საფრთხეს იმის, რომ შეიძლება ეს კანონი გამოვიდეს და კანონი ჩავარდეს, იმიტომ რომ მე როგორც უმრავლესობის ლიდერი ვალდებული ვარ გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული განსხვავებული პოზიციები და ეს საკითხი ვერ მოაგროვებს ხმების იმოდენობას, რომელიც შეიძლება ეხლა ამ წუთში ამ საკითხზე ასეთი წესით დაყენების შემთხვევაში გავიდეს. განცხადებების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მცირე 5 წუთიანი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები გაიმართა თავად სხდომათა დარბაზში უმრავლესობას შორის და საბოლოოდ კანონპროექტს თავდაპირველი ვარიანტით უყარეს კენჭი და გავიდა 88 ხმით 0-ის წინააღმდეგ საერთო სასამართლოების წინაშე. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს უმრავლესობამ ხარი დაუჭირა. გარდა ამ საკითხისა, დღეს პლენარულ სესიაზე მესამე მოსმენით საბოლოოდ კენჭი ეყარა დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შევიდა ცვლილებები და შესაბამისად დეპუტატების ჩაცმულობა საპროტოკოლოსთან ერთად შეიძლება ეროვნულიც იყოს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ დეპუტატ თინა ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივები გავიდა დღესვე მესამე მოსმენით. ერთი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით ცვლილებები შევიდა საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ საქართველოს კანონში. ეს ცვლილებები გულისხმობს შემდეგს, ანუ კანონპროექტი წარმოდგენილი კანონპროექტით
განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრების ოდენობა. ეს გულისხმობს იმას, რომ ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადი ერთმანეთზე მიბმული ამიერიდან აღარ იქნება. მეორე წარმოდგენილი კანონპროექტით კი დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობის ან მომსახურების გაწევისთვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. ჩემი პირველი დაპირება თბილისელებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს მივეცი, შესრულებულია. დეთი ნაგავს აღარ დაწვავს. შესაბამისად ეს ტარიფი გაიყოფა და გამოცალკევდება და ასევე კანონში გავითვალისწინეთ სპეციალური შეღავათის ვალდებულება ხოლო თვითმმართველობისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პლენარულ სესიაზე ასევე დეპუტატებმა მეორე მოსმენით გაიარეს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანით ცვლილებები. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ძალიან მშვიდ ვითარებაში წარიმართა და გუშინდელის მსგავსად დღესაც დეპუტატების უმრავლესობამ 123 ხმით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რაც შეეხება უკვე ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით, ანუ საბოლოო დამტკიცებას, დეპუტატები კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით კენჭს ორშაბათს გასამართ პლენარულ სესიაზე უყრიან. პარლამენტში გამართული 4 კენჭისყრის შესახებ მირიან გორგოძე საუბრობდა ეთერში. საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა მთავარი თემაა პარლამენტს გარეთაც. პრემიერი, მინისტრთა კაბინეტი, დიპლომატიური კორპუსი ყველა თანხმდება, რომ ეს იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილება. დღესვე ცნობილი ხდება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების მიზეზი. გაირკვა, რომ უმცირესობის მოთხოვნის დაკმაყოფილება პარლამენტის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრმა ურჩია. გამოსვლისას სწორედ სარეიტინგო კენჭისყრის შედეგებზე გააკეთა აქცენტი პრეზიდენტმა, რომელმაც კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება კენჭისყრიდან რამდენი მეწუთში შეაფასა. კარგი საკონსტიტუციო გატარდა და მე მგონი შედეგი შეეძლო თქვათ ფრიადი მიიღოთ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მათ ლიდერთან ერთად გაჭირვებული სამიანი თუ მიიღეს ალბათ. ფრიადის მაგივრად გაჭირვებული სამიანი. ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ცვლილებებში ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობა. სარეიტინგო კენჭისყრაზე დათანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს პრემიერმა ურჩია. მინისტრთა კაბინეტის შეკრებაზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა ამ გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა. პოლიტიკურად იქნებოდა უფრო კარგი რომ არ დამერეკა, შესაძლებელია, მაგრამ ადამიანურად ჯობდა რომ არ დაგვეშვა ჩვენ არავითარი გამონაკლისი და შემთხვევა იმის რომ საკონსტიტუციო ცვლილება ძალიან დაბალი ალბათობით იყო ამის შესაძლებლობა რომ ჩავარდნილიყო ეს არავითარ შიშს არ იწვევს არც ჩემში და არც თქვენში ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე საზოგადოებისთვისაც ეს არ იყო საშიში. პრემიერი მიიჩნევს რომ პროცესში ნორმალური მონაწილეობით ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოებიდან მეტი დივიდენდების მიღება შეეძლო. სხვაგვარად ფიქრობს ქვეყნის პირველი პირი. მისი თქმით გუშინ ნაციონალურმა მოძრაობამ დაამტკიცა რომ შანტაჟს არასდროს დანებდება. ყველანაირი ცდელობა იმისა რომ ჩვენ შიგნით გავგვთიშო როგორც ნახეთ დამთავრდა სრული კრახით. უფრო მეტიც, ყველანაირი ცდელობა რომ მე გამიყვანო პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოში ან ახლა საქართველოდან ამ მომავალ წლებში არ გამოგივად. ხმები მიცეს, მაგრამ რაღაც უმადურად გამოვიდა. აი, მარილი ვერ მოაყარეს. მე არ მგონია რომ ეს საზოგადოებამ სიამოვნებით მიიღო. მათ ლიდერს შეეძლო ეს კაცურად გამოსულიყო და ჩაეწოდებინა და გააკეთებინა და ისიც მოახერხებდა საზოგადოებასთან ისევ ჩაბურნებას და დაახლოებას. შედეგად გაუგებარი გამოსვლა გააკეთა, აგრესიული. პარლამენტისთვის წართმეული უფლებამოსილების დაბრუნებას მიესალმება მინისტრთა კაბინეტი. მთავრობის წევრები ცვლილებებს ქვეყნის გამარჯვებად აფასებენ და ამბობენ, რომ აღნიშნული უპირველეს ყოვლისა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. ყველას გვინდოდა, რომ ესეთი ფუნქცია პრეზიდენტს ავტორიტარული აღარ ექნება. ეს არის მისასალმებელი, თუმცა ასე შემიძლია ვთქვა, რომ მომავალში ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელიცაც დასჭირდება ორპარტიული უმცირესობის და უმრავლესობის მხარდაჭერა. ორი კუთხით არის საინტერესო, ერთი როგორც დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, მეორე მუდმივად ინვესტორები იყვნენ მოლოდინში იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდებოდა ქვეყანაში როგორ შეიცვლებოდა ვითარება. პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასთან დაკავშირებით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს დემოკრატიული თვალსაზრისით დადებითად აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც. იმაზე რაც მოხდა განცხადება გავაკეთეთ, სადაც აღნიშნულ საკითხზე ჩვენი ხედვა დავაფიქსირეთ. ვიტყოდი რომ გუშინ საქართველოს დემოკრატიისთვის კარგი დღე იყო.
საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შემდეგ დღის წესრიგში პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლა დადგა. იმ მიზეზით, რომ ჯერ გამოსვლის თარიღი დაზუსტებული არ არის, მინისტრებს უჭირთ საუბარი, დაესწრებიან თუ არა პრეზიდენტთან შეხვედრას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობდით, რომ როდესაც დაუბრუნდებოდა პარლამენტის თავისუფლებები, პარლამენტი მზად იყო მოესმინა პრეზიდენტს. ხადია რომ ეს შეთანხმებები რაც იყო ამ მიმართულებით აუცილებლად შესრულდება. მე დავესწრები თუ არა ამის შესახებ ახლა გამიჭირდება რომ გითხრათ, იმიტომ რომ არ ვიცი თარიღი და არ ვიცი საქართველოში ვიქნები თუ არა იმ დროს. მაგრამ საჭიროა თუ არა პრეზიდენტის მოსვლა. აინტერესებს თუ არა უმრავლესობას რომ მოусმინოს პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს პრეზიდენტი. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ნაციონალური მოძრაობა დასკვნებს გააკეთებს და ქვეყნის განვითარების პროცესში მონაწილეობას ყოველგვარი ახირებების გარეშე მიიღებს. ვინ მოიგო სადავო კანონპროექტის კენჭისყრით საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას ეხმაურებიან პოლიტოლოგებიც. საფრთხე ქართული ოცნებისთვის რეინკარნაცია ნაციონალური მოძრაობის და დაბადების დღე საპარლამენტო დემოკრატიის. კეთდება სხვადასხვა შეფასება, თუმცა არსებობს საერთო პოზიცია, რომ პარლამენტმა ქვეყნის სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. რატომ ითხოვდა უმცირესობა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას და იყო თუ არა სწორი უმრავლესობის მხრიდან ოპონენტების პირობის დაკმაყოფილება. ექსპერტების პოზიციას თაია მახარაშვილი გაგაცნობთ. მოხდა თუ არა ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაცია? ამ კითხვას ხათუნა ლაგაზიძემ კიდევ ერთხელ უპასუხა. ამბობს, რომ სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნის მიზანი მხარდამჭერთა მობილიზება და დასავლეთის რეაქციის გამოწვევა იყო. ამაზე ითვლიდა ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ასე დაჟინებით ითხოვდა ამ საკონსტიტუციო სარეიტინგო კენჭისყრას და ეს მას ესახებოდა საკუთარი მომხრეების მობილიზების გზად ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იმის საშუალებად, რომ დასავლეთისთვის დაენახებინა, რომ ის კვლავ ცოცხალია და მასზე კვლავ შეიძლება ფსონის დადება. პრეზიდენტის რეინკარნაცია შეუძლებელია და თვითონ იზრუნა პრეზიდენტმა გუშინ იმაზე, რომ მის მიმართ საზოგადოება კიდევ უფრო მიუღებელი გახდეს. ერთიანობის ილუზიის შექმნის მცდელობა ასე აფასებს პოლიტოლოგი რამა საყვარელიძე უმცირესობის მიერ სარეიტინგო კენჭისყრის მოთხოვნას. ნაციონალური მოძრაობა ცდილობდა შეექმნა ილუზია, როგორც არაერთხელ შეუქმნია, იმისა, რომ ის ერთიანია. პრეზიდენტის გარეშე ოპოზიცია არის ნორმალური კონსტრუქციული მუშაობის უნარის მქონე. ეს გამოჩნდა გუშინ. პრეზიდენტთან ერთად ეს არის ბანდა. სოსო ცისკარიშვილი ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლოა ქართული ოცნებისთვის არც თუ მომგებიანი აღმოჩნდეს. მას ასე მარტივად ვეღარ ჩამოაშორებს პოლიტიკას ბატონი სააკაშვილი, ამიტომ ხელფეხი ეხსნება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელსაც თვეების განმავლობაში პირში წყალი ჰქონდა დაგუბებული და არ აკრიტიკებდა ახალი ოცნების იმ ნაბიჯებს, რომელიც თვალსაჩინო იყო, რომ არ იყო წარმატებული. ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა არის ეგ. საზოგადოება გამოუყენებს უკმაყოფილებას, ამ უკმაყოფილებას დაინახავს ხელისუფლება, რეაგირებას მოახდენს და ასე შემდეგ. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნევს კრიტიკას კორნელი კაკაჩიეც. უმცირესობის გუშინდელ მოთხოვნას კი ვიწრო პარტიული ინტერესების დაკმაყოფილებად აფასებს. საზოგადოება თანდათანობით ალბათ უფრო კრიტიკული გახდება ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიმართ. ეს ბუნებრივია და ამასთან ნაციონალური მოძრაობის ან თქვა გუშინდელი გადაწყვეტილებასთან ეს არაფერი კავშირში არის. საპარლამენტო დემოკრატიის დაბადებას უწოდებს სოსო ცინცაძე გუშინ მიღწეულ შეთანხმებას. ექსპერტთა ნაწილი გადაწყვეტილებას უწონებს საპარლამენტო უმრავლესობას. თავარი მაინც ის არის, რომ 2013 წლის 21 მარტი საფუძვლიანად შეიძლება ჩაითვალოს ქართული საპარლამენტო დემოკრატიის დაბადების დღეს. პირველად 21 მარტს არ იმუშავა ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის მექანიზმა. შედეგი ის არის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ორი პოლიტიკური ძალა შეთანხმდა კონსტიტუციურ განვითარების რაღაც პრიორიტეტულ საკითხებზე. ის ფაქტი, რომ მაგალითად საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობა დათანხმდა სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას, ეს პირიქით ამ შემთხვევაში მიანიშნებს უფრო სიძლიერეზე და არა სიზუსტეზე. პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ ქართული საზოგადოების სტაბილურობისთვის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტისას კომპრომისზე წასვლა სამომავლოდ ორივე მხარე შეძლებს.
და დღის სხვა მთავარი თემები პაციენტის სამედიცინო კლინიკების წინააღმდეგ 23 წლის გოგონას ოჯახი ნიუ ჰოსპიტალსა და ამტელ ჰოსპიტალს უჩივის საქმეს უკვე სწავლობენ პროკურატურაში. ნათია გაძვარაშვილს ნიუ ჰოსპიტალში საკეისრო კვეთის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა მისი მდგომარეობა იმდენად ამძიმდა, რომ ჯერ სეფსისის ცენტრში, შემდეგ კი ამტელ ჰოსპიტალში მოხვდა, სადაც საშველოსნო ამოაჭრეს. კრიტიკული მედიცინის ცენტრის დასკვნის მიხედვით პაციენტმა ჯანმრთელი ორგანო დაკარგა. 23 წლის პაციენტის ნათია გაძვარაშვილის საქმეს ჯანდაცვის სამინისტრო და პროკურატურა ერთდროულად იძიებს. საქმე ეხება ექიმების მიერ ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომას, რის შედეგადაც მკურნალობის ნაცვლად პაციენტს სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოკვეთეს. პაციენტის მეუღლე ლევან ღარიბაშვილი ექიმების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. ნათია გაძვარაშვილის საკეისრო კვეთა ნიუ ჰოსპიტალის სამშობიარო სახლში გინეკოლოგმა დავით მიქაბერიძემ გაუკეთა. ლაშა ღარიბაშვილი იხსენებს, თუ როგორ დამძიმდა ოპერაციიდან რამდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა. პრობლემა მოდის საკეისრო კვეთის შემდგომ. მაგრამ ვერ გეტყვით ზუსტად რასთან გვაქვს საქმე. ალბათ ამ ყველაფერს ისევ და ისევ გამოძიება ჯანდაცვის სამინისტრო და შემდგომში გამოძიება დაადგენს. საპირისპიროს ამტკიცებს ნიუ ჰოსპიტალის ექიმი დავით მიქაბერიძე. მიან გინეკოლოგი აცხადებს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. თუმცა მიქაბერიძეს უჭირს ახსნა, თუ რატომ განუვითარდა წარმატებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს სეფსისი. არც ერთ ეტაპზე ტემპერატურის მომატებას ადგილი არ ქონია, სისხლის ანალიზების წყნარი იყო, იმასვე მიაკითხა სეფსისის ცენტრს და არ ვიცი ხა იქ როგორი მდგომარეობა იყო, ნამდვილად ვერ გეტყვით. დავით მიქაბერიძეს უპირისპირდება სეფსისის ცენტრის ექიმი ლუიზა მგალობლიშვილი. იგი მეცხრე ახთან საუბარში აცხადებს, რომ პროკურატურასა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩვენება უკვე მისცა. ჩვენებაში ექიმი აღნიშნავს, რომ ნიუ ჰოსპიტალის სამშობიარო სახლიდან გამოწერილი პაციენტი სეფსისის ცენტრში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. არაფერი როგორ არის, თუ არაფერი არ იყო, ქალი მოვიდა მოხრილი, ვერ იმართებოდა, ბოთლი ხელში ეჭირა, ენამშრალი, მაგას თქვენ კი არა გამოძიებელი ვერ გაარკვევს, ვერაფერს ისე არეულია ეგ საქმე. პაციენტი სეფსისის ცენტრიდან ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც საშვილოსნო ამოაჭრეს. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ნათია გაძვარაშვილს ექიმება სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოკვეთეს. ეს არის კრიტიკული მედიცინის ცენტრის დასკვნა, რომელსაც პროფესორი თემურ ჯორბენაძე აწერს ხელს. ექიმებმა დაუსვეს ასეთ პერიტონიტის დიაგნოზი და ექსპერტიზის დასკვნამ, ჯორბენაძის ექსპერტიზის დასკვნამ სხვა შედეგი აჩვენა. სრულიად ჯანმრთელი ორგანო ამოიღეს. საქმის სირთულიდან გამომდინარე 23 წლის პაციენტის სამედიცინო ისტორიის შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემოსულია სააგენტოში განცხადება საქმის მოცულობიდან გამომდინარე ჯერ საკითხის შესწავლა არ დასრულებულა, რაზედაც ეცნობა განცხადებელს. გამოძიების დასრულების შემდეგ დაზარალებული პაციენტის ოჯახი ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. შიმშილის გამო საავადმყოფოში მოხვედრილი მცირეწლოვანი 1 წლის ბავშვი დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაშია. მიზეზი პატარას ოჯახში არსებული მძიმე სოციალური პირობებია. თვეების განმავლობაში ბავშვი მოხალული ფქვილის ფაფით იკვებებოდა. აბაშიძეების 5-სულიანი ოჯახი დახმარებასა და სოციალურ სტატუსს ითხოვს. ბრინჯის ფქვილის ვაჭმევდი ადრე, კუჭნაწლავის ანთება გაუჩნდა. მერე მანიკრუპა ვაჭამე, იმანაც პრობლემები გამოიწვია. და შემდეგ გადმოვიყვანე ამაზე და ამანაც უარესი პრობლემა გაუჩინე. მოხალული ფქვილის შაქრით. ეს ერთადერთი საკვებია, რითაც ბოლო 3 თვის განმავლობაში 1 წლის გოგიტას კვებავდნენ. შიმშილისგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი გოგიტა აბაშიძე რეანიმაციულ განყოფილებაში ამ დრომდე რჩება. ექიმების განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ძირითადი მიზეზი ამ შემთხვევაში არის, რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი და არაადეკვატური კვება, რის ქვეშაც იმყოფებოდა ეს ბავშვი ოჯახის პირობებში. ბავშვი დაიბადა 4 და 400 და დღეს 1 წლის ასაკის ვადაშიც არის იგივე 4 კილო და 400 გრამი. ამ სახლში აბაშიძეების 5-სულიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სწორედ გაუსაძლისი პირობები გახდა ოჯახის უმცროსი წევრის ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, შიმშილისგან 1 წლის გოგიტა უმძიმეს მდგომარეობაში თითქმის 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. უკიდურესი სიდუხჭირის გამო ხშირ შემთხვევაში ბავშვები მშივრები არიან. დახმარების ვერ ვიმატე, იმიტომ რომ ყველას უჭირს დღესდღეობით. აქეთ შვილი მდგომარეობაში იყო, ვერ ვიმაცნე ვინმეს რომ წამეყვანა და გემესინჯები აშვილის თინ და რაც ხავნახე წამალი და ვიტამინი უხიდე მოუდანე რომ რაცა გამოჭამთელდეს მეთქი. 1
ერთი ძროხისა და ფერადი ტელევიზორის გამო აბაშიძეების ოჯახს 2007 წელს სოციალური დახმარება არ მისცეს. დღეს კი სოციალურად დაუცველი სტატუსის მოსაპოვებლად დოკუმენტაციისთვის ფოტოს გადაღების საშუალება არ აქვთ. 2011 წელში აღნიშნულმა ოჯახმა მოუმართა განმეორებითი გადამოწმების განაცხადი. სოციალური აგენტის ვიზიტის დროს აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ოჯახის წევრს, კერძოდ აბაშიძე გიორგის ბავშვს არ ჰქონდა დაბადების მეტრიკაში მინიჭებული პირადი ნომერი. რის გამოც სოციალურ აგენტმა კანონით გათვალისწინებული ვადა მისცა, რომ ეს დოკუმენტი წარმოედგინა თავისთვის. რაც აღნიშნულმა ოჯახმა ვერ წარმოადგინა. აბაშიძეების ოჯახის გასაჭირი ხელვაჩაურის რაიონის ხელმძღვანელობამ შემთხვევით გაიგო. გოგიტა დედათა და ბავშვთა ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. ბავშვის მკურნალობას საკრებულოს თავმჯდომარე პირადი სახსრებით აფინანსებს. მე იქ რაც ვნახე, ნებისმიერი ნორმალური კაცისთვის ფაქტიურად ცრემლის გარეშე გამორიცხული იყო, რომ ამას ყველაფერს ისე შეგეხედა რა. პირდაპირ გაგებით და არ ვიცი ახლა მე არა მაქვს იმის უფლება, იმის ბრალია, ამის ბრალია, ქულები ვერ მიიღო თუ რა, მაგრამ პირველ რიგში ვიცი რომ ეს ბავშვია მისახედი ამ სიტუაციაში. სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა აბაშიძეების ოჯახს დღეს მიაკითხეს. სოციალური სტატუსის მისანიჭებლად სპეციალური დოკუმენტაცია მოამზადეს. სავარაუდოდ ოჯახი შემწეობას უახლოეს მომავალში მიიღებს. დავრუნდით პირდაპირ ეთერში, ეს არის ახალი 9-ზე გაცილება ვაზიანიდან. ცხელწერტილში საქართველოდან სამხედროების ახალი შემადგენლობა მიდის. ავღანეთში 33 და 42 ბატალიონის ჯარისკაცები მიემგზავრებიან. საქართველოსა და გერმანიაში გავლილი მომზადების შემდეგ სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში მყოფ მე-12 და 23 ბატალიონებს ჩაანაცვლებენ. მე-4 ქვეით ბრიგადაში გამართული ცერემონია და საპატიო სტუმრები. გიორგი მანჯავიძის რეპორტაჟი ვაზიანიდან. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჯარისკაცებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 და მე-4 ქვეითი ბრიგადის 33 და 42 ბატალიონის ჯარისკაცები ავღანეთში აისაფის მისიის ფარგლებში მე-12 და 23 ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებენ. თუკი თელს მსოფლიოში საქართველოს დღეს აქვს პოზიტიური დადებითი იმიჯი, რომ ეს არის ქვეყანა ძალიან გაბედული მებრძოლების სწორედ ამ ბიჭების დამსახურებად. ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაცილების საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობასთან ერთად ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლების დაესწრნენ. რიჩარდ ნორლანდმა ქართულ ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ავღანეთში გაწეული სამსახურისთვის საზღვაო ქვეით და მედლით დააჯილდოვა. Gratitude to you and your men and to your families. We wish you best of luck and safe return. მაიორო ვიცე-პოლკოვნიკო, უდიდესი პატივისცემით ვართ გამსჭვალული თქვენს მიმართ თქვენი ოჯახებისადმი და გისურვებთ უვნებლად დაბრუნებას ოჯახებში. The United States salutes you. გამარჯობა. ამერიკის შეერთებული შტატები მოგესალმებათ. 42 ბატალიონისთვის კი ეს პირველი როტაცია იქნება. ქართველმა ჯარისკაცებმა 6 თვიანი სპეციალური მომზადება საქართველოსა და გერმანიაში გაიარეს. დღესდღეობით 33 სუბუქვეითი ბატალიონი და 42 სუბუქვეითი ბატალიონი ზათარის სამშვიდობო ოპერაციების შესრულება. ქართველი სამხედროების სამშვიდობო მისიას ჰელმანდის პროვინციაში 6 თვის განმავლობაში ამერიკელ სამხედროებთან ერთად შეასრულებენ. 33 და 42 ბატალიონის პირად შემადგენლობას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში სასულიერო პირებიც მიჰყვებიან. ჩვენ ყველანი მინდობილი ვართ ღმერთზე, ქვის წყალობას, დედაფშობის მეოხებას, ჩვენი ერის ლოცვას, უწმინდესის ლოცვას. ანუ ლოცვის იმედით მივდივართ და ლოცვის იმედით ქვის წყალობით დაბრუნდებით ყველანი ჯანმრთელების საქართველოში. უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციაში ქართული ქვედანაყოფები აქტიურად 2009 წლიდან მონაწილეობენ. ჰელმანდის პროვინციაში ამ დროისათვის 1600-მდე ქართველი ჯარისკაცი მსახურობს. მათი ჩანაცვლება ახალი სამშვიდობო კონტინგენტით ეტაპობრივად მოხდება. მთელი მისიის განმავლობაში 19 ქართველი სამხედრო მოსამსახურეა დაღუპული და 10-ობით დაჭრილი.
მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ბრიუსელში კონსულტაციების მე-14 რაუნდი გაიმართა. შეხვედრებზე შეთანხმდა ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილი. შედეგად მხარეებს საშუალება ექნება ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე მოხდეს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ქართულ დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი ხელმძღვანელობდა. ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები 2010 წლის ივლისში დაიწყო. ჩვენ გადავდივართ თვისობრივად ახალ ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ანუ ეს ხელშეკრულება, რომელიც იურიდიულად სავალდებულოა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ კონტექსტიდან, რომ ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ეტაპობრივი ინტეგრაციის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ასე რომ ეს კიდევ ერთხელ ხელშეუწყობს ჩვენს ევროპასთან დაახლოებას. ჩვენ მივახციეთ პროგრესს ჩვენს ქართულ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში, მინდა გითხრათ, რომ მოლაპარაკებები პრაქტიკულად დასრულებულია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგი და ახლა ეს ყველაფერი ჩემს ხელმძღვანელობას უნდა მოვახსენო და ასევე ინფორმაცია მივაწოდო ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მე მჯერა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგი იქნება ძალიან მალე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულება რატიფიცირებული იქნება ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გეგმა, რომელმაც ახალგორის მოსახლეობა შესაძლოა დილემის წინაშე დააყენოს. არაღიარებული რეჟიმის დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ წელიწად ნახევარში რაიონი ჩაიკეტება. შესაბამისად, ადგილობრივები ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების უფლებას დაკარგავენ. ოკუპირებულ რაიონთან დაკავშირებული გეგმა უკვე ცნობილია კონფლიქტოლოგებისთვის. სპეციალურად მეცხრე არხისთვის თემაზე რეპორტაჟი რეზონანსის ჟურნალისტმა მარიო თარაშულმა მოამზადა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ახალგორის ჩაკეტას წელიწად ნახევარში ვარაუდობს. როგორც ოსური მედია იუწყება, იმის გამო, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დე-ფაქტო საზღვრის გადაკეტვა ამ დროისთვის ვერ ხერხდება. საქართველოსთან საზღვრის მთლიანად გადაკეტვა შესაძლებელი იქნება წელიწად ნახევარში, როცა რუსეთის სასაზღვრო სამსახური დაამთავრებს სამშენებლო სამუშაოებს. ახალგორელები, რომლებიც თბილისის მიმართულებით სისტემატურად გადაადგილდებიან, ფიქრობენ, რომ ცხინვალი ამ საკითხს ხელაღებით არ გადაწყვეტს და მათ ინტერესებს გაითვალისწინებს. რატო უნდა ჩაიკეტოს? იმედი გვაქვს, რომ პირიქით უფრო გაიოლდეს ყველაფერი. არ გვინდა რომ ჩაიკეტოს და უფრო იმედი გვაქვს, რომ ახალგორის გზიდან გავალთ თავისუფლად უფრო ვიმოძრავებთ. კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი მეცხრე არხთან საუბრისას ამბობს, რომ ახალგორის მიმართულებით დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვა თვითონ ახალგორის რაიონის იზოლაციას გამოიწვევს, რაც ხელსაყრელი ოსური მხარისთვისაც არ არის. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც პერიოდი ეს საზღვრები მართლაც ჩაიკეტოს. აი განსაკუთრებით აი თქვა უკვე ვამჩნევთ, რომ გარკვეული რაღაც მართულ ხარტების, ანუ ყველა ნიშანი არის იმისა, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგის მონაწილეს სტუდია რეს ხელმძღვანელ მამუკა ყუფარაძის იმედი აქვს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დაალაგების მცდელობის გათვალისწინებით აღნიშნული საკითხი ხალხისთვის დადებითად გადაწყდება. საზღვრები ჩაიკეტება ახალგორიდან, თუ ჩაიკეტება საზღვარი იმერეთის მხრიდან, ახალგორი მთლიანად დამოკიდებული გახდება რუსეთთან და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს რამოდენიმე ათეული ოსი და ქართველი, რომელიც საარგებლობს ამ ტვირთის მოძრაობით სამხრეთ ოსეთში, ისინიც დაზარალდებიან. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ერთადერთი ღია გამშვები პუნქტი მხოლოდ ახალგორთანაა. თუ კი დე-ფაქტო ხელისუფლება გამშვებ პუნქტს გადაკეტავს, ადგილობრივებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ. ან უნდა დარჩნენ ახალგორში, ან იქაურობა მიატოვონ. ახალი ცენტრი თბილისში შეიქმნა ქართულ-რუსული ჰუმანიტარული, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ცენტრის სახელწოდებით გროსი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატივა ქართულ და რუს ბიზნესმენებსა და სპორტსმენებს ეკუთვნით. რა მიზნები ექნება ახალ ცენტრს და რა მიმართულებებით იმუშავებს, დავით ახვლედიანი იმყოფება ახლა შექმნილ ცენტრში და პირდაპირ ეთერში გვერდება. დავით, გისმენთ. თამთა რუსულ-ქართული კულტურული, ეკონომიკური და მაღალი აკადემიური წრეების ურთიერთობის თბილისში დაფუძნდა ქართულ-რუსული ურთიერთობების
ქართულ-რუსული ურთიერთობათა ცენტრი გროსი ითვალისწინებს რუს და ქართულ ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას ისეთ სფეროებში, როგორც არის კულტურა, სპორტი, ეკონომიკა. ცენტრს არ აქვს რაიმე პოლიტიკური დატვირთვა, ის მხოლოდ არის ჰუმანიტარული მიზნებისთვის შექმნილი. ჩვენ შეგვიძლია გროსის დამფუძნებლის გელა ზავრაშვილის კომენტარი მოვისმინოთ. ფუნქციები ორგანიზაციის არის ის, რომ დავეხმაროთ ჩვენი ორი ქვეყანა საქართველოს რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ პოლიტიკას არ ვერევით, ჩვენი მოქმედებებით, ჩვენი ურთიერთობით დავეხმარებთ ჩვენი ორი ქვეყნის პოლიტიკოსებს გაუადვილოთ შემდგომი მოლაპარაკების საკითხი. ყველაზე კარგი დამოუკიდებლობა არის დამოკიდებულება მეზობლებთან და კარგ ხალხთან. ეს არის მეტი არაფერი. ცენტრ გროსში ასევე გაწევრიანებულები არიან რუსეთის მაღალი აკადემიური წრეების წარმომადგენლები. ჩვენ მოვახერხეთ ჩაგვეწერა რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი მიხეილ მამიაშვილი, რომელიც ასევე ამ ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ცენტრი ყველანაირ როგორც დამფუძნებელი ამბობს, ცენტრი მაქსიმალურად შეეცდება ხელი შეუწყოს რუსი და ქართველი ხალხის დაახლოებას. Я счастлив, что მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ჩვენი ჩამოსვლის მიზანია ჩვენი მოკრძალებული შესაძლებლობებით შევეცადოთ გავაღრმავოთ კულტურული და მეგობრული კავშირი. რასაც შემოვშნე, რუსეთს ძალიან მოინატრა საქართველოს კულტურის მხრივ, ხო? იმიტომ რომ ტრადიცია ძალიან დიდი ხნის იყო, ჩამოდიოდა რუსთავის თეატრი, სოხიშვილი, რამიშვილი და დიდი ხანია უკვე არ ხდებოდა ეგეთი ღონისძიებები და არა მარტო ბურჯომით და ღვინო მოინათლა რუსებს. როგორც გონია, ურთიერთობა საქართველოშიც მონატრებულია რუსებთან. მე შეგახსენებთ, რომ კულტურულ ცენტრ გროს არ ექნება რაიმე პოლიტიკური დატვირთვა, ის მხოლოდ ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სპორტულ ღონისძიებებს შეუწყობს ხელს. მადლობთ, ეს იყო პირდაპირ ჩართვა ახლად შექმნილი ქართულ-რუსული ცენტრიდან და დავით ახვლედიანი. თამბაქოს მოხმარების კონტროლის შესაძლოა გამკაცრდეს. შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც შესაბამის კანონპროექტზე მუშაობს. დეტალები უცნობია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ჯარიმები დაწესდეს. სავარაუდოდ პროექტის ერთ-ერთი მიმართულება არასრულწლოვნების კონტროლიც იქნება. გამარჯობა, ციგარეტი მინდა. ალბათო, არასრულწლოვნებზე ყიდით ციგარეტს. Пора იყო მაგას დედი რომ არასრულწლოვანია. რამდენი წლისა? რა მნიშვნელობა? ეკითხებით ხოლმე ან პირადობის მოწმობას ხო? არა, როცა თავარი მიზეზი, რის გამოც მოსახლეობა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვს, არასრულწლოვანთათვის მისი მიყიდვა. ჯარიმაც უნდა დაწესდეს, რომ ახლა არასრულწლოვნებს თამბაქო არ უნდა მიეყიდოთ. თავშეყრის ადგილებში მაგალითად შეიძლება რომ აგრძალოთ. ბავშვებთან მიმართებაში უნდა აიკრძალოს აუცილებლად. კაფეებშიც, ბარებშიც მიმაჩნია, რომ ცალკე მოსაწევი ადგილი უნდა იყოს. პასიური მწვერვალები მაინც ზარალდებიან ამბიცით. კონტროლის გამკაცრებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი სამთავრობო კომისია რამდენიმე სამინისტროსთან ერთდროულად მუშაობს. ჯანდაცვის უწყებას მომდევნო თვის განმავლობაში სამუშაო გეგმის შედგენა დაევალა. თამბაქოს მოხმარების აკრძალვა სხვადასხვა თავშეყრის ადგილებში საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად. სტრატეგია იქნება იმ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც უკვე არსებობს და ეფექტურად მუშაობს უამრავ ქვეყანაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ დაავადებებზე საუბრობს და არსებული რეგულაციების გამკაცრებას ემხრობა. თამბაქო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკ ფაქტორი, ყველაზე უფრო მთავარი დაავადებების, როგორც არის გულსიზრახთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ფილტვის ქრონიკული დაავადებები. აქედან გამომდინარე, დადგა რა თქმა უნდა დღის წესრიგში, რომ მეტად გამკაცრდეს ღონისძიებები. შესაძლოა ზოგიერთ ადგილებში თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში გარკვეული ჯარიმები დაწესდეს. კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავენ თამბაქოს იმპორტიორებიც. ჩვენ მზათა ვართო ჩვენი ექსპერტიზა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი გამოცდილება არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ სხვა რეგიონებიდან გავაცვლოთ მთავრობას იმისათვის, ეს რეგულაციები, რომელიც შემოვა, ამ რეგულაციებმა არ დააზიანოს ას მთავრობის ინტერესები, არ
ასე ვთქვათ, არ დააზიანოს, არ შეცვალოს ცუდისკენ საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და რაც მთავარია, დაზარალდეს ბიუჯეტი, სადაც საკმაოდ დიდი თანხები შეაქვს თამბაქოს ინდუსტრიას. საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც თამბაქოს მოხმარებაზე კონტროლს გაამკაცრებს, მხარს დაუჭერენ პარლამენტშიც. ადამიანები ძალიან სწრაფად ეგუებიან იმას, რაც კანონიერია, მაგრამ თავდაპირველად ამ კანონიერს სჭირდება ხოლმე კანონის რანგში ცოტა მაღალი სანქციები და აი თამბაქოს წინააღმდეგ ეს მოძრაობა მოითხოვს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მოხდეს ამ საკითხის. მიუხედავად იმისა, რომ მომხრევართ, არ უნდა იყოს ისეთი ფორმები, რომელიც რაღაც კორუფციული გარიგების საშუალებას მისცემს მაკონტროლებელ ორგანოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ყოველწლიურად 11,000-მდე გარდაცვლილი ადამიანის 20-25% თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით იღუპება. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მძიმე სოციალური და ეკონომიკური რისკების პირობებში ცხოვრობს. გაეროს მოსახლეობის ფონდი ახალ კვლევას აქვეყნებს ანგარიში საერთაშორისო ექსპერტებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა. კვლევის ავტორებმა 4,000-ზე მეტი ოჯახიც გამოკითხეს. გამოკითხულებს შორის იყვნენ სოციალურად დაუცველები, დევნილები და მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები. 9 წელი ამ ავტობუსში ვცხოვრობ. არანაირი წასასვლელი არცად არა ვარ დაღრიცხული. იამზე ხასაია მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ავტოფარეხების გვერდით მიტოვებულ ძველ ავტობუსში ცხოვრობს. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. გაუსაძლისი პირობების მიუხედავად ოჯახისთვის მთავარი პრობლემა შვილისა და ახალშობილი შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ზაქს თავის კიბლები, ძლიერ თავის კიბლები, სჭირდება ტომოგრაფია, რომელსაც ძვირი ჯდება. არ შედის ამ პოლოსებში და არ უკეთებენ 21 თებერვლის მერტ არ გამიშვია სკოლაში, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ არის. იამზე ხასაიას ეპილეფსიის დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც მძიმე შეტევის გამო სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. გადაუდებელი დახმარება ჯერჯერობით არ დასჭიროებია იამზეს 15 წლის ქალიშვილს. შესაბამისად, მისი თავის ტკივილების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია. სიტყვაზე თქვათ, რომ კუნჩხებში უნდა ჩავარდეს, რომ ეს გაუკეთონ. კუნჩხებში ეს ბოლში არ ვარდება და ძალით ვერ ჩავაგდებს. ოჯახს მერიიდან თავშესაფარს 1 წლის წინ დაჰპირდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ბინის მიღებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ. ნუალედი ამ პენსიონერი უნდა იყოს. რა ვქნა მე შვილებს ვერ დავანილდებ ძალით 9 წელი თუ გაუძელი, მასაც გაუძლება, ხონს თავარია ჯამცელად იყვნენ ბავშვები. მიუხედავად იმისა, რომ ხორციელდებოდა სადაზღვეო პროგრამები მიზნობრივი ჯგუფებისთვის, დღეისათვის აბსოლუტურმა უმრავლესობამ უპასუხა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართეს ფინანსური რესურსების არქონის გამო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ჩატარებული იმ კვლევის შესახებ საუბრობს, რომელმაც გამოავლინა, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% მძიმე სოციალური და ეკონომიკური რისკების პირობებში ცხოვრობს, რასაც სხვაგვარად მოწყვლადობას უწოდებენ. კვლევის მიხედვით მოსახლეობის 36% ისეთ ოჯახებში ცხოვრობს, რომელთა მოხმარება საარსებო მინიმუმზე დაბალია, ხოლო 61%-ს არ აქვს თვის ბოლოს რაიმე დანაზოგი გაკეთების შესაძლებლობა. 22%-ს არ აქვს რაიმე სტაბილური შემოსავალი და ამდენივეს ბანკის ან კერძო პირის ვალი აქვს. კვლევამ გამოავლენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში წლების მანძილზე, მაინც ძალიან სერიოზული სოციალური და ეკონომიკური რისკების ქვეშ რჩება ჩვენი მოსახლეობა. ეს კვლევა გახდება ერთ-ერთი საფუძველი სოციალური და ჯანდაცვის კუთხით სახელმწიფო პოლიტიკის გადახედვის. ეს კვლევა გვიჩვენებს მოწყვლადობას, სოციალურ დაუცველობას ან მის რისკს და ეს არის პირველი კვლევა საქართველოში, რომელიც სრულიად ახალი კუთხით აშუქებს ამ პრობლემას. კვლევით გამოვლენილი პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება სერიოზული სტრუქტურული პოლიტიკის გატარების გარეშე. ამიტომ გაეროს განვითარების პროგრამა მზად არის ითანამშრომლობს ყველა შესაბამის უწყებასთან. გაეროს განვითარების პროგრამის კვლევა ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და ორგანიზაციების მონაცემებს და 4301 ოჯახის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რომელთა შორისაც სოციალურად დაუცველები, დევნილები, მაღალმთიანი რეგიონების მცხოვრებლები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. ახლა სპორტი. დავით მარსაგიშვილი ევროპის ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა თბილისის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირი ტრიუმფით დაასრულა. ფინალურ შეხვედრაში მარსაგიშვილმა სომხეთის წარმომადგენელი დაამარცხა და ტიტულ ზედიზედ მეორედ დაეუფლა. დავით მარსაგიშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდიდან ხალიჩაზე სულ ბოლოს გავიდა. განრიგის მიხედვით 84 კილოგრამს ამ დისციპლინის პროგრამა უნდა დაესრულებინა. დავითმა პირველი მეტოქე ავსტრიელი დომინიკ კლაუსი ძალიან იოლად დაამარცხა და მეტოქეებსა და გულშემატკივრებს შეახსენა, რომ შეჯიბრის ფავორიტია. მართალია წინააღმდეგობა მეტი მიიღო, მაგრამ მესამე პერიოდი არც რუმინელი ანდრეი ვიქტორ ფრანტის ძლევას დასჭირდა. მარსაგიშვილმა აქაც დამაჯერებლად იმარჯვა და რუს ანზორ ურიშევზე გავიდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა ორჯერ უკვე მოასწრო.
შეხვედრა რომ იოლი არ იქნებოდა თავიდანვე ცხადი იყო და ქართველიც მისთვის კარგად მოემზადა. ყაბარდოელი პირველ პერიოდში მსაჯმა პასიურობის გამო დასაჯა და ქულა ჩვენებურს მისცა, რაც უკვე ნახევარი საქმე იყო. მეორე პერიოდში პირველი შედეგიანი ილეთის სტუმარმა გააკეთა, თუმცა პასუხი მალევე მიიღო და სამ ქულაზე დავარდა. რის შემდეგაც ჩვენებურმა გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვა და ფინალში გავიდა. ეროვნული ნაკრების გვირგვინი იქნება დათო მარსაგიშვილის ოქროს მედალი. ეს იქნება სრულიად საქართველოს სიხარული, რომელსაც მე ახლავე აქედან ულოცავ ყველას. ეს იყო ლუკა კურტანიცის პროგნოზი, რომელმაც რეალობა სრულად ასახა. ტექნიკური არსენალის უქონლობის ბრალი იყო. პუბლიკის გამაყურებელი ხმაურისა თუ რაიმე სხვის ჩვენ არ ვიცით, მაგრამ სომეხმა სპორტსმენმა მეტოქეს ბევრი ვერაფერი შესთავაზა. მარსაგიშვილი კი პირველივე წუთებიდან აქტიურობდა და ყველა კომპონენტში ჯაბნიდა მურთაზალიევს. შედეგად ქართველმა ფალავალმა ზედიზედ ორი პერიოდი ისე მოიგო, რომ მოწინააღმდეგეს ქულაც კი არ მისცა და სრულიად დამსახურებულად გახდა ევროპის ჩემპიონი. თითქოს ზურგს უკან მთელი საქართველო იყო და უფლებას არ ქონდა რომ ეს წარუმატებლად გამოსულიყავით ამ ევროპაზე და არ ვიცი, რთული გზა გავიარეთ. ეს არის ჩვენი გზა, ეს არის სპორტსმენების და ღმერთის მადლობა რომ ესე კარგად დამთავრდა ყველაფერი. ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა პირად კოლექციას უკვე მეორე ევროპული ოქრო შემატა და თუმის სპორტული ფორმიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ამაზე გაცილებით მეტიც შეუძლია. ახლა კი საფრანგეთის ცირკი თბილისში 28 მარტიდან მაყურებელი მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შესულ შოუს იხილავს. თანამედროვე ევროპული თეატრი ცირკი უჩვეულო სანახაობას უახლესი სასცენო ტექნოლოგიებით წარმოადგენს. 2 საათიანი სინთეზური შოუ ჰოფმანის მაგნატუნა და თაგვის მიხედვით არის შექმნილი. საფრანგეთის ცირკის დასი თბილისური პრემიერის სამზადისშია. თითოეულ მათგანს რამდენიმე როლი აქვს. სანამ სხვები რეპეტიციებს გადიან, ნასტია კულისებში კოსტიუმებს ირგებს. Я там в кукле у нас маски. მე თოჯინის როლში ვარ, ნიღბები გვიკეთია და შეშლილი ბარბის როლს ამკაბით ვთამაშობ. კიდევ ბევრი სხვა როლიც მაქვს, თითქმის ყველა სცენაში მონაწილეობ. ისე ძალიან საინტერესო კოსტიუმები გვაქვს. თოჯინების აღლუმზე ასეთ კურდღელს იხილავთ. ეს უზარმაზარი ბაჭია. 2 საათიანი წარმოდგენა ერთი პატარა გოგოს ჯადოსნური სიზმრის ისტორიას მოგვითხრობს. ეს არ იქნება მაგნატუნას კლასიკური ამბავი, ეს იქნება სრულად უჩვეულო და ამავდროულად ნაცნობი სიუჟეტი. Это очень обычный, это самый современный. თქვენ გათანამედროვებული მაშასა და თაგვის ამბავს იხილავთ. და ძალიან ხშირად გაუცდებით კიდევ მოვლენების უჩვეულო განვითარებით. აკრობატები, ცეცხლის სვეტები, ქაფის ზღვა, საჰაერო ბრძოლები, მოულოდნელი სიურპრიზები და გმირების უჩვეულო გარდასახვა. ყოველივე ეს ერთადაა თავმოყრილი შოუში, რომელსაც თბილისელ მაყურებელ საფრანგეთის ცირკი სთავაზობს. История, которая известна всем. ეს არის ტიპიური თანამედროვე ცირკი, სადაც თეატრი და ცირკი ერთმანეთს ერწყმის. რადიკალურად განსხვავებულ სპეცეფექტებს ვიყენებთ. ცირკი დიდ შესაძლებლობებს იძლევა და ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენეთ ყველაფერი. თქვენ ძალიან ბევრი სიურპრიზი გელით. ისეთ რამეს ნახავთ, რომელსაც არ ცელოდით და ვერც ვერასდროს წარმოიდგენდით. რაც მთავარია, კინოსგან განსხვავებით ჩვენ ყოველ წარმოდგენაზე ისე ვაჩვენებთ ყველაფერს, თითქოს ეს პირველად ხდება. აქ გმირები ქრებიან და მოულოდნელად ჩნდებიან. ეს ისეთი აქტიური პროცესია, სადაც მაყურებელი მოწყენას ვერ ახერხებს. წარმოდგენა ყველას დააბრუნებს ბავშვობაში ან აუსრულებს უკვე მივიწყებულ ოცნებებს. ბავშვების ოცნებების ასრულებაში მაყურებელს გლამურული კოსტიაც დაეხმარება. როგორც ყველას, მასაც რამდენიმე ამპლუაში ვიხილავთ. У меня роли как бы много в представлении. სპექტაკლის დასაწყისში ბატონზე ხვდუნავ, შემდეგ სხვადასხვა ტრიუქს ვასრულებ. მათ შორის არის ერთ-ერთი, რომელიც ძალიან მომწონს. ძალიან მაღლა ავდივარ და შემდეგ თებშიდან ვარდები. ასევე მონსტრის როლიც მაქვს. დავფრინავ, ხვდუნავ, დავრბივარ. დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ბევრს იხალისებს. მაშას სიყვარულის ისტორია არის ამბავი, რომელშიც მთავარი გმირები ბედნიერებისგან ცაში ადიან. აქ ყველა ჟანრი ერთმანეთს ერწყმის. სცენა იყენებს ცირკის შესაძლებლობებს, ცირკი კი თეატრად გარდაიქმნება. აქ მთავარი გმირები მოულოდნელად დაპატარავდებიან, ჩვეულებრივი საგნები კი გიგანტურ ზომებს მიიღებენ. პატარა მაგნატუნა კი ფრენის დიდოსტატად გადაიქცევა. ნაცნობი ზღაპრის უჩვეულო და თავბრუდამხვევი შოუ 28 მარტიდან თბილისის ცირკში ყველა ასაკის მაყურებელს ელის. ახლა კი ეკაბერიძე მთავარი კითხვის ანონსით ვინ იქნებიან დღეს მისი გადაცემის სტუმრები ამას ეკა თავად გაგვაცნობს საღამომშვიდობისა ეგ. საღამომშვიდობისა თამთა მივესალმები მაყურებელს. გაამართლა თუ არა მიღებულმა პოლიტიკურმა შედეგმა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორების მოლოდინი მთავარ კითხვას ეკაბესელია უპასუხებს. გადაცემის მეორე ნაწილში რომელმა პარტიამ რა მოიგო და რა წააგო გუშინდელი გადაწყვეტილებებით არჩილგამზარდია იქნება ჩვენი სტუმარი. გმადლობთ ეკაბერიძემ გაგვაცნო მთავარი კითხვის დღევანდელი ანონსი. ასეთი იყო დღის თემები საღამოს 9 საათისთვის. მე ორშაბათამდე მშვიდობებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე განაახლებს.